მოგესალმებით მეგობრებო, მეორედ დღეს უკვე მეორედ და მინდა იმ საკითხებზე ვისაუბრო დასმულ კითხვაზე თუ როგორი ვითარება არის მონასტრებში. მონასტრებში, რომელიც ასე გონია კაცობრიობას დღესდღეობით, რომ აი მონასტერში დღეს უკვე მამაოებს ესეთი ტელეფონები და ყველანაირი საშუალება არის უკვე 21 საუკუნეში, რომ თუ კი მონასტერში ადამიანი ხმავინვეს მიაწვდინო. ასე არ არის მეგობრებო, ჩემი გამოცდილებიდან მე პირადად, როდესაც მონასტრებში ავსულ ვარ და ყოფილ ვარ სტუმრად, იქ რა თქმა უნდა თავისთავად ვითარებას დამიფიქსირებია და ძალიან ესეთი შინაურულ წრეში ყოფილ ვარ ჩემ ძმასთან, სადაც მივდიოდით, როდესაც ის იყო მორჩილი ფოთოლეთის მამათა მონასტერში, არის ადგილი, სადაც მოკლედ ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ფეხით ჩამოხვიდე იქიდან, მაგრამ თუ გზა არ იცი, შეიძლება კიდევაც ვერ ჩამოხვიდე და ვერც ჩამოასწრო, იმიტომ რომ საშიშროება არის იმის, რომ შეიძლება გზაში შეგჭამოს დათვმა. რაც შეეხება მობილურებს, მეგობრებო, მობილურები ესეთი საკითხია, რომ თუ კი 2014 წელს გაუჩინარებული ბიჭი აიყვანეს მონასტერში და დატოვეს იქ და მობილური არავინ არ აუტანა, წინამძღვარი არც ვინმე სხვა ბერი და არც ვინმე სხვა მამაო შენ მობილურს არ გაჩუქებს. მას შესადამე შენ თუ შენმა მშობელმა არ მოგაწოდა, ან შენმა ნათესავმა, ან ვინმემ არ გაჩუქა მობილური, შენ როგორც ბერი ან მორჩილი არანაირი შემოსავალი არ გაქვს, ხარ დამოკიდებული სხვის შემოსავალზე, ასევე სხვის შემოწირულობაზე და ცხოვრობ კელიაში, სადაც შეიძლება კიდევაც საერთოდ არ გქონდეს უფლება ვინმეს ნახვის, როდესაც სხვა იქ მყოფ ცხოვრებ ადამიანს მოუვა სტუმარი და საერთოდაც არ გქონდეს უფლება გარეთ გამოსვლის, თუ კი წინამძღვარმა ეს უფლება არ მოგცა. ეხლა რაც შეეხება გურის ამბავზე, მეგობრებო, ეს არ არის. ჩვენ რო გგონია, რომ ილუზიებში ვართ და ვფიქრობთ, აი მონასტერში რა კარგებია არიან და ესენი არიან და ესენი არიან, ყველა მონასტერი ეგრე არ არის, მეგობრებო, და ამის ძალიან დიდი მაგალითები გვაქვს და უკვე ძალიან ბევრი ხალხი ალაპარაკდა ამაზე, რომ მონასტრებში საშინელებებიც ხდება, ხო? ესე არ არის, რომ ჩვენ როგორ არ ეტყოდნენ და ვინ არ ეტყოდა და 21 საუკუნეში, მეგობრებო, ნებისმიერ ადგილზე საქართველოს რომელიღაც კუნძულის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ჯოჯოხეთი, რომ ვერც კი წარმოვიდგენით, რომ ეს ოდესმე შეიძლება ყოფილიყო 21 საუკუნის დამახასიათებელი მოქმედება, მაგრამ აგერ ჩვენ ნატა ვიბლიანის ისტორიის შემყურე ხვდებით, რომ მონასტერში კი არა, აგერ სოფელში რომ რაღაცა მოგივიდეს, არავინ არ დაგიცავს და საერთოდ ყურს არავინ გაიბარტყუნებს, ხო? სამწუხაროდ ასეა, ჯოჯოხეთი აქ არის საქართველოში. თუ კი არის არა მხოლოდ საქართველოში, ისეთ ადგილებში, სადაც ესეთი რამე უსამართლობები ხდება და ამას ყურადღებას არ აქცევენ, ხო? მე პირადად ვფიქრობ, რომ თუ კი ბიჭი არის ბერად აღკვეცილი, თან მით უმეტეს არის ისეთ ადგილზე, სადაც არა თავისი სურვილით არის მისული. ყავს წინამძღვარი, რომელიც არის ილიას ეპარქიიდან, იმიტომ რომ ეხლა ილია არ არის, მაშინ იქნებოდა ილია, მაშინ არ იყო ილია, ხო? და თანაც გადამალული ხარ. არავითარ შემთხვევაში შენ უფლებას არ მოგცემს შენი წინამძღვარი, რომ შეხვდე ვინმე უცხოს. მით უმეტეს ვიღაცის ნათესავს, რომელმაც ამოაკითხა მონასტერში თავის მრევლს კი არა, თავის ნათესავს, მაგალითად ძმას და ან ბიძაშვილს ან ვიღაცას, ხო? ასეთ ადამიანებთან, მეგობრებო, ეს არის ჩაკეტილი სივრცე, რომელ ჩაკეტილ სივრცეს მიღმა ჩვენ ან გვაქვს წვდომა მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს იქ ნათესავები და გვაქვს ხშირი ურთიერთობა, ან არ გვაქვს წვდომა და გგონია როგორც ხვდებიან სიცილ ხარხარით და საყვარელი ნაზი მომღიმარე სახეებით, ასეთი კარგი ვითარება არის იქ მთელი დღეებისა და კვირებისა და წლების განმავლობაში.
ასე არ არის მეგობრებო, არის დიდი ბრძოლები, არის დიდი განსაცდელები, თან მით უმეტეს, როდესაც ახლა მე ვიგებ, რომ გურამ დადიანიძეს უყვარდა საჭმელების კეთება, აბა მონასტრებში სწორედ მაგას უყურებენ, რომ აბა საჭმელს ვინ გაუკეთებს. ხო, საჭმელს აკეთებენ იქ მოსამსახურეები და ვიღაცა დედიკო და მამიკოები არ ყავთ, იქ ყავთ ხალხი, რომელმაც საჭმელი უნდა აკეთოს. ხო, ასე რომ მონაცვლეობით ბერები ხანდახან ისე ნაცვლდებიან, რომ ყველა სწავლობს საჭმლის კეთებას და ნუ ერთი კვირა რომ ერთი ბერი აკეთებს საჭმელს, მეორე კვირა მეორე ბერი აკეთებს საჭმელს და მოდის მერე მეუფე დაჯდება დიდ სუფრაზე, მოემსახურებიან და კოკა-კოლა უნდა იყიდოს მაგიდაზე და ნამცხვარი და ის და ეს და ბერები დაფაცურდებიან, დადიან ესე და მოკლედ მეუფე მერე დაჯდება მაგიდის თავში და მომისმინეთ აბა მოყვება იუდეველებზე საქმეებს, რომ იუდეველები და ქართველები ჩვენ ძმები ვართ. და კოკა-კოლა აუცილებელია უნდა ედოს მეუფეს. აბა, არაფერი დააკლოთ მეუფეს. აბა, დაფაცურდით. რაზეც მე პირადად ალერგია მემართებოდა ხოლმე, როგორ შეიძლება ახლა თუ მეუფე ხარ, აქეთ უნდა იმსახურო შენ ბერებს, კი პირიქით კი არ უნდა იმსახურო ბერები. მაგრამ რა ვქნათ, რომ ასეთი გადატრიალებული გონება აქვს დღეს სამწუხაროდ საპატრიარქოში მყოფ მეუფეებს და პირდაპირ მნიშვნელობით მორგებული არიან თავის დიდებად, მოყვარეობას და თავის სახელს და გამოჩენილობას და თავმდაბალი მამაო, თავმდაბალი მეუფეა, ძალიან თავმდაბალი ისეთი რომ სუფრის თავში ჯდება და იმსახურებს ბერებს. აბა რა ისეთი თავმდაბლები არიან, რომ რა ვიცი. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ასეთი ხალხი მეგობრებო, რომელიც არის გამოკეტილი და ძალით გადამალული მონასტრებში, ვერ გამოვა კონტაქტზე, თუ ჩვენ არ გავედით მასთან კონტაქტზე. თუ ძალით არ შეუტეხეთ ისკელია და უთხარით, რომ ეხლა იმ წინამძღვარს იმან არაფერი არ იცის, ბავშვმა არაფერი არ იცის. ბავშვი აღარ არის ეხლა, მაგრამ გამოზრდილია იმ ვითარებაში. მე ხომ ვიცი როგორი ვითარებაა და ჩემი თვალით მინახავს როგორი ვითარებაა. 17 წლის ბავშვები რომ ადიან მონასტერში და 17 წლის ბავშვებს რომ ხვდლად ნათლავ, აი შენ ის ხელებიც და ის ყლეყვერიც უნდა აიღოს იმ კაცმა და დაგყოდოს და დაგაჭრას, იმიტომ რომ არ შეიძლება 17 წლის ბავშვის მონაზვნად აღკვეცა არ შეიძლება. არც 30 წლის ბავშვის კაცის, არც 40-ის, 55 წლის ქვემოთ არ შეიძლება, გაიგეთ? ესე წერია სჯულის კანონში, მაგრამ სჯულის კანონების მიხედვით დღეს აღარ ითვალისწინებენ. ახლა ილიას რომ რაღაცა დაესიზმრებოდა, ის იყო კანონი. ხოლო ახლა როგორ არის, ეგ აღარ ვიცი, მუნჯის თუ რაღაცა მოელანდება და სიზმრად ნახავს, შეიძლება ისიც უწმინდეს უნეტარესი ხო არის ახლა. ხო, გადმოულოცა ილიამ. რა ვიცი უწმინდეს უნეტარესობა რაში დაიმსახურა, მაგრამ ილიამ გადმოაბარა და მოკლედ იმის სიზმრებიც ახლა იქნება უზენაესი კანონზომიერება და 70,000 სინათლური თუ ყავდა ილიას, ამას ეყოლება 700,000 სინათლური და ასე აშენდება ერი მეგობრებო და მას ხო და ბავშვები რომლებიც აგერ დედას არ აცნობენ და არ იციან დედებმა სად არიან მისი ბავშვები და თურმე მონასტრებში შეიძლება იყვნენ და მონასტრებში მალავენ, ასეთი რაღაცა მეგობრებო კოღო იყო და გავაგდე ვერ მოვკალი. ასეთი ხალხი მეგობრებო, ხო? დღეს არ ისჯება ეკლესიაში. ის კი არა, მე პირადად როდესაც მქონდა საუბარი ზუსტად ის დღევანდელ საპატრიარქოს მოღვაწე პიროვნება ბერთან და ვკითხე, რომ შესაძლებელია, რომ დედის ნებართვის გარეშე ბავშვს კვეცად აღკვეცონ ბერად და მიპასუხეს, რომ კი, შესაძლებელია, თუ კი გასაიდუმლოებულია ეს საქმე. გასაიდუმლოებული ახლა როგორც ახლა მათ უყვებიან არის ის, რომ ბავშვს უნდოდა ოღონდ დედას არ უნდოდა, ამიტომ ჩუმად უნდა ვიყოთ და არ უნდა ვთქვათ, დედას უნდა დავუმალოთ. არა და პირდაპირ გეუბნებით, ბავშვის ხმიდან გამომდინარე, 17 წლის როცა იყო გურამი, პირდაპირ უყვირის ვიღაც ძალგანას რომ არ დამტოვო გევედრებიო და იმან ხო იცის, თუ ვთქვათ ბერად აღკვეცას გადაწყვიტა დედის გარეშე და დამალვა გადაწყვიტა დედის გარეშე გურამი დადიანიძემ. მაშინ ზაგანას დაუწყებდა ყვირილს, რომ არ დამტოვო გევედრებიო?
არამტო გევედრებიო და ეს საპატრიარქოში ახლა იქ სადღაცა ყავთ გადამალული გურამი, რომელზეც თელმა შეიძლება იქ საზოგადოებამ ვისაც ეჭვი შეეპარება, მაგალითად რატო უმალავთ დედას, აი იმ სტიქაროსანზე მაგალითად რამდენიმე სტიქაროსანმა ხო დაურეკა სოფოს და უთხრა თქვენი შვილი ვიცი სადაც არის მობძანდით და განახებთ. მიდის სოფო, მოდის მერე შიო და შიო უბნება არა ეს სტიქაროსანი ცოტა ვერ არის თავის შკუაზე და იცი რა. მერე ამ სტიქაროსანს მიუტრიალდება და უბნება იცი რა ამ დედის გამო არის ეს ბავშვი აქ და ემალება დედამის. ეხლა რა გაიგოს იმ სტიქაროსანმა ეს შიო იტყუება თუ დედამისი იტყუება. ამიტომ ესეთი ჩახლართული ამბები არის შემოკარგება, ხო? მე ვამბობ ესეთ რამეს რა, ვისაც ხელი მიგიწვდებათ ბერებთან, მღვდლებთან, სასულიერო პირებთან, მე პირადად ჩემი ძმა არის სასულიერო პირი, ბერია, მაგრამ ფეხზე კიდია ეს ამბავი. იცით რატომ კიდია ფეხზე ეს ამბავი? იმიტომ რომ არ იცის რა ხდება და არა მე ეს არ მევალება, მაგის გამოკვლევა არ მევალება. ბერს არ ევალება თურმე მაგის გამოკვლევა, გესმის და აი ჩვენაირ ადამიანებს კი ევალებათ. ეხლა რატო ხდება ესე? ხდება ისე რომ ბერი არ იწუხებს თავის თავს რა, ბერი არის ამას ოფლისთვის მკვდარი. ისეთ საკითხს ვუჟღერებთ ეხლა ჩვენ იმ ბერებსაც და სტიქაროსნებსაც და მღვდლებსაც რომ იმათმა ზუსტად დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის მართალი სიმართლე რომელია დედაა მართალი ის რა თქმა უნდა იმათთვის ყოველთვის წინამძღვარია მართალი იმიტომ რომ აგერ იქ რო ავედი მე უშკულში და პირდაპირ ხელი რო დაუბრახუნე იმ მონაზონს ქართულს ძლივს რო ლაპარაკობდა რომ იქ ამ სანთლებს რატო აქრო როდესაც ადამიანმა იყიდა შემოწირა და ანთო შენ რატო უკრობ რო გადის ის ეკლესიიდან და მე ჩემ წინამძღვარს ვუჯერებ მარტო ჩემ წინამძღვარს ვუჯერებ მარტო და ის ქრისტე ფეხზე მკიდიაო ესე გამოუვიდა რა პირდაპირ მითხრა მე ქრისტეს ვუჯერებ მეთქი და შენ ვინ არის ეგ ჩემი წინამძღვარი მაჩვენე მეთქი ერთი და წინამძღვარს არც დაუძახა ვინ შეეშინდათ აგერ სულ ყველა მონაზონი გამოაბუნძულეს მას მერე უშკულიდან იმიტომ რომ არ არსებობს კაცი შემეპასუხოს არ არსებობს მე ადამიანს შემეპასუხო უსამართლოდ და თუ კი უსამართლოდ არ ვეპასუხები და ამაზე უკუ რეაქცია მოდის და ვიღაცა ჩემზე ან ჭორს ავცელებს ან კიდე არ უსამართლოდ მეპასუხება არ არსებობს რომ ზეციდან ის არ დასაჯონ რა და აგერ კიდევაც დასაჯეს კიდევაც ის მშენებლობა ხო შეაჩერებინეს რაც დაწყებული ქონდათ არაკანონიერად ხო და ის დააშრევინეს მთლიანად და გამოაბუნძულეს ეს თქვენი მონაზვნები რომლებიც ვითომ და რაღაცას მიმტკიცებდნენ რომ აქ იმიტომ აღარ ანთებენ ამ სანთლებს რომ ეს ჩემი საქმე არ ყოფილა თურმე იქ რას გააკეთებს ის მონაზვნები თუ რა შენ ჩემი საქმე კი არა შენ საერთოდ ხმას არ უნდა იღებდე ბერი ხარ თუ ის ხარ რა ქვია მონაზონი ხარ ბერებსაც და მონაზვნებსაც ხმის ამოღების უფლება აღარ აქვთ ეს არის ყოველი მათი ხმის ამოღება არის ცოდვა რო იცოდეთ იმიტომ რომ ისინი მკვდრად აღიარებულები არიან, როდესაც ბერად აღიკვესებიან. ეხლა მაინტერესებს, ასეთმა მკვდრებმა როგორ უნდა გვიშველონ ჩვენ და როგორ უნდა მიაწვდიონ თავისი წინამძღვრების წინააღმდეგ როგორ უნდა წავიდნენ. შანსი არ არის წინამძღვრების წინააღმდეგ ბერები არ წავლენ, იმიტომ რომ ეგენი იმდენად გადაპროგრამებულები არიან და იმდენად უკვე მოთელილი ყავთ და ჩაჭერილი ყავთ და ზოგი როგორ ყავთ ჩაჭერილი და მე კი პირდაპირ გეტყვით რომ არ არის აქ ისეთ რაღაცაზე საუბარი რომ ვიღაცამ რაღაცა მოიპარა და ამიტომ ყავთ ჩაჭერილი არა აქ არის საუბრები იმაზე რომ ვიღაცას შეუსწრო არასწორ ქმედებაში და იქ მამათმავლობაში იქნება თუ რაშიც იქნება ამაზე ყავთ ჩაჭერილი ძირითადად ბერები მონაზვნები და მღვდლები ასე რომ ისინი ამათ წინააღმდეგ ვერ წავლენ წინამძღვრები კიდე ვერ წავლენ სისტემის წინააღმდეგ. სისტემა კიდე ვინ არის? სისტემა არის შორენა თეთრუაშვილი, რომელიც მასონთა საზოგადოებამ, ებრაელთა მასონთა საზოგადოებამ, ეხლა ამას რო ვახსენებ, YouTube-ი დამიბლოკავს ამ ვიდეოს მე მგონი, მაგრამ სულ კიდია. მასონთა საზოგადოებამ, რომელიც ამოიყვანა საქართველოში და ის ადამიანი დაუსვა საპატრიარქოს, პირდაპირ ვიცი, საპატრიარქოში ვინც მუშაობდა, ასეთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, თამარ, რაც საპატრიარქოში ხდება, არის წარმოუდგენელი და მომიყვა შემდეგ რა ხდებოდა.
ეს ადამიანი პირადად მუშაობდა საპატრიარქოს შიდა სფეროში. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ აი ხა შეიძლება ვიღაცა მოგზავნილია, ან რაღაცა ტყუილი უნდა, მაგრამ ის ფაქტები, რაც მან მომიყვა, ყველანაირ H-ს და H-ს გამორიცხავს, რომ ეს ასე არ არის. ეხლა გეტყვით რა ხდება მან. ხდება ესეთი რა. თუ კი საქართველოში რაიმე ბედი წყდება, იქ რაღაცა გასაყიდი, იქ ის ეკლესია დასანგრევი, ასაშენებელი ფულია გადასარიცხი, პრეზიდენტია მოსახსნელი, ახალი დასასმელი, თუ კი რამე ხდება საქართველოში, ჯერ წყვეტს შორენა თეთრუაშვილი, შემდეგ წყვეტს საპატრიარქო, შემდეგ ხდება პარლამენტში ცვლილებები. აი ეს არის სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ვერც მღვდელი წავა და ვერც მეუფე. იცით რატო ვერ წავა? მეუფეებიც და მღვდლებიც, სანამ ისინი ხელდასმულები იქნებიან, მათ აქვთ ესეთი კანონი და გადამოწმება ამის შეიძლება ყველა მეუფესთან და ყველა იმ პირთან ეხლა ვისაც დავასახელებ, ესეთი კანონის ზომიერება აქვთ, თუ კი მეუფედ ხელდასმა სურს ვინმეს, ჯერ უნდა დაიძინოს შორენა თეთრუაშვილთან, გვერდით კი არა, მასთან ერთად უნდა იყოს როგორც ფიზიკური კავშირი დაამყაროს და შემდეგ ისინი ახერხებენ მეუფედ ხელდასმას. ეხლა მე გეკითხებით, რაში სჭირდება შორენა თეთრუაშვილს ამ მეუფეების თავისთან შერწყმა. ეს არ არის არც სურვილი და ეს ქალი ხო საერთოდ არანაირი ვნებებით არ არის დაკავებული კი არა და საერთოდ გრძნობები აქვს თუ არა ამ ქალს არ ვიცი. ზედ ვუყურებ და საერთოდ ადამიანი არის თუ არა ვერ გრძნობ რომ ადამიანია, მაგრამ არის მეორე შემთხვევა. როდესაც ეს არის მაგიური ჩარევა უკვე. ანუ მაგიური ჩარევა არის ის ჩარევა, რომ თუ კი ამასთან დაწვება ის აუცილებლად იქნება მასთან ბმაში. რასაც მოისურვებს შორენა, ის მოუვა იმას. ანუ რეალურად ჩაჭერილი ყავს შორენას მთელი მეუფეთა საზოგადოება. მეუფეთა საზოგადოებას კი ჩაჭერილი ყავს სამღვდელოება, სამღვდელოებას კი ჩაჭერილი ყავს მონაზვნები, მონაზვნები კი მონები არიან, მონაზღვენები არიან. სამღვდელოებას არა მხოლოდ მონაზვნები ყავს ჩაჭერილი, სამღვდელოებას ყავს ასევე მრევლი ჩაჭერილი. მრევლს ჩაჭერილი ყავს, მრევლი კიდე ჩაჭერილი ყავს კიდე თავიანთ შვილებს, ანუ ყოველ შემთხვევაში შვილები, რომლებიც ზოგი ავად ყავთ, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს ის აქვს გასასტუმრებელი, ზოგს ეს აქვს, ზოგს შიში აქვს, ანუ მრევლი ჩაჭერილი ყავს ასევე შიშს. რა შიშს? მაგალითად იმის შიშს, რომ თუ კი მე არ წავალ და საზიარებლად და არ ვეზიარები კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ მაინც, მე ვერ მოვხდები სასუფეველში. ეს არის მათი შიში. შიში, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანს ამონებს. არავით არის შიშით არ მოძრაობდა ქრისტე, ამიტომ ხვდები, რომ ეს არის ანტიქრისტესა საზოგადოება ეკლესიაში შემძვრალი, რომელიც მოქმედებს შიშით და ადამიანებში არ ცდილობენ, რომ შეიყვანონ სინათლე და მოხსნან შიში, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ ჩათესლონ შიში და მოხსნან სინათლე. ეხლა გეტყვით რატო? 5 წლის განმავლობაში, როდესაც მე დავდიოდი ეკლესიაში და ვეზიარებოდი, სანამ აი ორსულად ვიყავი და ასე შემდეგ და სამი ჩვალი გავაჩინე და ასე შემდეგ, სანამ მე ღმერთმა კარგად გამომაფხიზლა და შემომილაწუნა რა საკეთებ შვილო გამოფხიზლდი, მე აქ დავდიოდი, მეგონა ყველაფერი რომ კარგად იყო, კითხვებს ვსვამდი, იქ რა თქმა უნდა მიჩნდებოდა კითხვები, რომ ეს არასწორია, ის არასწორია, ის არასწორია, მაგრამ არა უშავს მე ეთყობა ამ პარტავნებაში ვარ და ეს ჩემი ამ პარტავნებიდან გამომდინარეა, რომ იმას უყურებ და იმას უყურებ, ეგ რა ჩემი საქმეა, მე უნდა ვეზიარო მარტო და წავიდე სახლში და საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე მე შემეხო ეს საკითხი და პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც კითხვები გამიჩნდა, რომ თუ კი ასეა, არ შეიძლება რომ გამოიძიოს კაცობრიობამ ილია მეორე მართლა არის პედოფილი თუ არა? და მე მაგასაც გეტყვით, რომ ილია მეორე 30-იანი წლები უნდა ყოფილიყო ეს დაახლოებით 60 წლის წინ ჩემი ნათესავის მამასთან ერთად იჯდა ციხეში პედოფილიაზე. ილია მეორე.
აი ეს რატო არ გამოიძია დღემდე საზოგადოებამ? რატო მაგის საბუთები არ არსებობს? თუ კი ადამიანი არსებობს, ცოცხალი ადამიანი, რომელიც ამბობს, ჩემთან ერთად იჯდა ციხეში ეგ პედოფილიაზე და მაგას ხნავდით, აი მაინტერესებს რატო არ არსებობს საბუთი, ვინ გააქრო საბუთი? ხო? საინტერესოა, ვინ გააქრო საბუთი? მე ვიღაცა მომიტრიალდება და მეტყვი შენი რა საქმეა ეგ პედოფილი იყო თუ არა? ბიჭო, რა საქმეა კი არა, ჩვენი ერის მამა არის, ხო? თუ ჩვენი ერის მამა არის, შენ ეს ზეციურ კანონზომიერებებში თუ ერკვევი, პირდაპირ მნიშვნელობით ის რაც არის შენზე გადმოდის, ერზე გადმოდის. და პედოფილია რომ გაქანებული იყო, აგერ ხედავთ უკვე ნატა ვიბლიანის მიერ. და გაქანებულია დღემ ნატა ვიბლიანი არის ის ერთ-ერთი გმირი ქალი, რომელსაც ხმამაღლა ამოიღო ხმა და თქვა, იცით რამდენია პედოფილის მსხვერპლი? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ბიჭო. იმდენი ადამიანია პედოფილის მსხვერპლი. უბრალოდ რომ ეშინიათ ამის თქვა, რომ თქვენ ვინ გაუგებს. აგერ ნატამ თქვა და მთელმა მსოფლიომ გაიგო თითქმის რომ ნატა პედოფილის მსხვერპლია და დადგნენ აქ ვიღაცა შავი ყვავყორნები და კიდე იმათ იცავენ რომ არაო ეგ იმას თავისი სამართალი აქვს. რომელი სამართალი აქვს? იახვეს სამართალი აქვს, რომელიც ბავშვებს ჯერ აუპატიურებს და მერე აკვლევინებს? ხო, აბა წაიკითხეთ ძველ აღთქმაში, როგორ გააუპატიურებინებს ბავშვებს და შემდეგ როგორ თავის შვილებსაც მიაყოლებინებს ლოტს. ხო? გარდა ლოტისა, პირდაპირ წერია იქ რომ 6 წლამდე ვისაც მამაკაცი შეუცვლიაო ქალსო, მოკალითო. ბავშვებზე ამბობს, ბიჭო, თქვენი იახვე გამოშტერებული ღმერთი, ბიჭო, ცრუ ღმერთი ეგა. და თქვენ კიდე მაგას ეთაყვანებით და ხან მამალს უკლავთ, ხან მოზვერს და ხან კიდე რეებს არაკეთებთ და ხან კიდე ქრისტეს შეწირეთ ეგეთ ღმერთს. კარგით რა ხალხო რა. ეგეთ ღმერთს ემსახურებით დღემდე. რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებათ რომ ვითომ ქრისტიანია და უყურებ და ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს ეს ტყუილა გამონათქვამი კი არ არის. ქრისტე რო ამბობს ბოლო ჟამს, როდესაც მოვლენ ჩემი სახელითო, თქვენ მაგით შეიცნობთ ადამიანებს რომ ისინი იტყვიანო ჩემზე ილაპარაკებენ, მაგრამ საქმებით სხვა რამეს გააკეთებენო. ხოლო ის ხალხი, ვინც სიტყვით იტყვის ჩემზეო და გააკეთებს იმას, რასაც იტყვისო, ის იქნება ჩემი ხალხიო. ასე ამბობს ქრისტე, ასე ამოიცნობთო ნამდვილ ქრისტიანებსო. თორე ბოლო ჟამს ყველა ბევრი დაიწყებს ჩემი სახელით საუბარსო. გესმით? ზოგიერთს გონია რომ მე ვიგინები და ეს არის არაქრისტიანული. როგორ შეიძლება თამარი იყოს ქრისტიანი, როცა ის იგინება, ქალია და იგინება. ქრისტეს არ უთქვავს რომ არ იგინოთო. არცად არ წერია ქრისტეს არ უთქვავს რომ არ იგინოთო, მაგრამ ქრისტემ იცი რა თქვა? არ ივაჭროთ ეკლესიაში. მაგრამ არ იგინოთო არცად არ წერია, მაგრამ არ ივაჭროთო წერია, მაგრამ ვაჭრობა კარგია, ოკეია, ის ხომ ღდელია და წინამძღვარი გადაწყვეტს, კაცო, როგორ შეიძლება ახლა ეკლესიაში სანთლით ვაჭრობა, ხალხო. და იქ სადაც გიწერია ქრისტეს სიტყვები, იმას არ აქცევ ყურადღებას და შენი წინამძღვარი რასაც გეუბნება, იმას აკეთებ. რატო? იმიტომ რომ ჯადო იყო მეთქი დღემდე გაკეთებული და დღეს ახლა აი ამჟამად უკვე შორენა თეთრუაშვილს ისეთი დავარტყი, რომ პირდაპირ წაიქცევა და გასწორდება მიწასთან. ხო და გასწორებულია უკვე მიწასთან შორენა თეთრუაშვილი და ამai მისი ჯადოები და მისი მამაოები ზედმიყვებიან იქვე. გასრიალდებიან ყველა ერთდროულად. ხო და სად გასრიალდებიან? ეგ ჩემი საქმე არ არის, სადაც მამაზე ციერი და დედაზე ციერი მიუჩენს ადგილს, იქ გასრიალდებიან. ერთადერთი მე ვამბობ იმას, რომ გურამი, რომელიც არის ახლა ბერად აღკვეცი და არაფერი ოსეთში და რუსეთში არ არის ბავშვი, კაცო. ვინც ამას ამბობს, რომ ოსეთშია ბავშვი გადაყვანილი, ვინც ამას ამბობს, რომ რუსეთშია ბავშვი გადაყვანილი, ჯერ უნდა დაფიქრდე. ბავშვს თავისი ნებით არსად არ წაიყვანდნენ. თუ წაიყვანდნენ, მაშინ უნდა მოეკლათ და ისე წაიყვანათ. მოკლული კიდე არავის არ აწყობდა, იმიტომ რომ მამამაც იცის ეს ამბავი და მამიდამაც იცის ეს ამბავი. გესმით? და რატომ იცით მამა და მამიდამ ეს ამბავი და საერთოდ ლოგიკურად რო ვიასრულოთ, საიდან გამოგვაქვს ეს დასკვნა, რომ ამ ბიოლოკაციას კი არ ვეკითხები მარტო, რა თქმა უნდა, ვაზროვნებ ლოგიკურად ეს და ლოგიკურია, კაცო. თუ კი გავიგეთ უკვე რომ მეწყერში არ არის, მამაც და მამიდაც ხო უნდა იყვნენ ახლა სმირნაზე და დედასთან ერთად ეძებდნენ ამბავს.
ორივე იმალება გავანებოთ იმ ჯგუფს თავი, იქ ქალები იყვნენ, კაცები იყვნენ, ვიღაცეები იყვნენ თუ ესეთები იყვნენ თუ ისეთები იყვნენ, არ მაინტერესებს იქ კიდე ვინ მატყუარები იყვნენ. მე მაინტერესებს ორივიმე. მამა და მამიდა. მამა და მამიდა, რომელიც ეხლა უნდა იდგნენ გამომძიებელთან, თავისი ნებით უნდა მირბოდნენ გამომძიებელთან და გამოკვლევას ატარებდნენ, როგორ ასქვე ჩვენ გვეგონა ვთქვათ, მეწყერში იყო და არ აღმოჩნდა და აბა ბიჭო სად არის? ბიჭი არ აკეთებენ მაგას, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ ტარიელ კაკაბაძე ისევე როგორც სოფო გააშაონკიარა და გააბანძონ ხალხის თვალში. აქ პირდაპირ ლოგიკა ჩანს. თუ ადამიანს ლოგიკურად აზროვნება შეუძლია, მიხვდება, რომ ამ დედა კი არა და ისა დედობილი ეს თავის თავს რო იძახის მე გავზარდეო გურიკაო, მამიდამაც და მამამაც იციან სად არის გურიკა. არანაირი ოსეთი, არანაირი სვანეთი, ხალხო რას მიახტებით ხოლმე ამ ოსეთს და სვანეთს. კვალის არევის გამო გუში მქონდა მე ქალბატონთან საუბარი. ქალბატონთან საუბარი მქონდა საზღვართან ახლოს არის ეს ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია, რომ არა, საზღვართან ახლოს არა, უყურეთ ნახე რა მოხდა, გუში მე ქალბატონთან საუბარი მქონდა, იქ სულ სხვა სიტუაცია, ვითარება არის ესეთი. ბიჭი გავიდა გარეთ, სიგარეტის საყიდლად, დატოვა მობილური და საფულე დატოვა სამუშაო, სადაც მუშაობდა ადგილზე, გავიდა და აღარ მოსულა. მას მერე ვეღარ ნახეს ბიჭი. მაგარი ბოროტია ეგ მამიდაო, მართალი ხარო. ვეღარ ნახეს ეს ბიჭი. სად წავიდა ბიჭი? კოლეგები ამბობენ, რომ გავიდა სიგარეტის საყიდლად და აღარ მოვიდა. მტკვარში ვერ ნახეს, საზღვრებზე ვერ ნახეს, მკვდარი ვერ ნახეს. აბა სად წავიდა ბიჭი? იცით რა ამოვიდა მეგობრებო აქედან? აი ძალიან საინტერესო რაღაცა ამოვიდა, გამოვშტერდი, მე პირადად გამოვშტერდი. 2012 წელია. ანუ 2012 წელია. თუ 11, ესე დაახლოებით 11 წელია, ჯერ არ არის მთავრობა შეცვლილი. ადამიანი გაიყვანეს, მოუვიდათ ჩხუბი, ადამიანი შემოაგვდათ ხელზე, წაიყვანეს საავადმყოფოში, ვალი ქონდა ვიღაცის. ვერ აძლევდა თუ არ აძლევდა ამ თანხას. წაიყვანეს ეს ნაცემი ადამიანი საავადმყოფოში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, ამოუღეს გული, გაყიდეს ეს გული და ეს კიდევ მოაქციეს კრემაციაში. გვამი გააქრეს და გამომძიებელი ამბობს, რომ თუ ვერ ვიპოვეთ მკვდარი, ვერავის დავადებთ ხელს. ხედავთ რა ხდება აქ უკვე. საიდან გავაჩინოთ ახლა ის მკვდარი, თუ კი დაწვეს და გააქრეს საერთოდ. და ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა. მე არ ვამბობ, რომ აქ გურიკას საკითხიც ასე არის. მე ვამბობ, რომ აქ არის მამა და მამიდა გარეული. მამამაც და მამიდამაც იციან სად არის გურიკა. ზუსტად იციან რომელ მონასტერში არის და კიდევაც ყოფილან მასთან სტუმრად. საოცარი ეს ხალხი სად ქრება და იქ ქრება, რომ დედა არ ყავდა ამ ქვეყანას. არც ივანიშვილის დროს, არც სააკაშვილის დროს, არც შევარდნაძის დროს და ვის დროსაც დედა ყავდა ამ ქვეყანას, ჩვენი პირველი პრეზიდენტის დროს. იმას სატანა უწოდა ილია მეორემ. გესმით? სატანა უწოდა ილია მეორემ და ილია მეორეს ეთაყვანებით და ფეხებს და ლამის არის კლეკველი დაუკოცნეთ რა. ხო, არ გიყვართ თქვენის მეორე სიტყვა. სხვათა შორის გამოვაკვლიეთ სიდონებმა, რომ ყლეკვერს კლეკვერი ქვია, სწორი ფორმით. ხო და დაუკოცნეთ და იყავით ეგრე, მაგრამ რა ვიცი, აბა, რა ვიცი, ეხლა კი გამოფხიზლდით და ფიქრობ, დედა სად ქრებოდა ეს ხალხი, დედა სად მიდიოდა, დედა ახლა დაიწყეს დედებმა ხმაური. ახლა დაიწყეს დედებმა ხმაური. რატომ დაიწყეს დედებმა ხმაური? იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ დედას აქვს ის ძალა, რომ შვილის გამო ხმა ამოიღოს და საერთოდ კიდია მთელი ყველაფერი, ფულიც, სამყაროც, დედამიწაც, ცხოვრებაც და ასე შემდეგ. სიკვდილზე მიდის უკვე. ეს არის გამწარებული დედა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ეს მყრალი სისტემა. თავისი ყლეყვერიანა და
ილია მეორიანა. ახლა უკვე მუნჯირებიანა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ესე არ არის, რომ დავჯდეთ და ვიფიქროთ, რომ აი მღვდლები მოაწესრიგებენ ამ საქმეს, აი სტიქაროსნები, აი ვერები, მთელი სისტემა ჩაჭერილი ყავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მმართველს. ეს არის მასონთა მბრძანებელი, რომელიც არის KGB ზის იქ, მოყავს ხალხი, მოყავს როგორც უნდა ისე პარპაშობს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვძივართ და ვუკოცნით, ოი გადამრჩენელი, ჩვენ აგვიყვანს მთაზე, ვინც მაგას განიკითხავს თავზე ნაკვერცხლები დაეყრება. ბიჭო, რაც მე მაგას ვაგინე, რაც მე ეგ მიწაში ჩავდე და ამოვიღე და საერთოდ ვაფურთხე. ნაკვერცხლები აგერ თვითონ დაეყარა თავზე. და მაგის გველის წიწილებს კიდე დაეყარათ სულ ყველას, მოკვდა და გაიყოლა თავისიანები. კი, ვეძებ ჯგუფში ყოველ დღე რამდენი პოსტი იდება დაკარგული ახალგაზრდებზე. ძალიან ხშირია ასეთი სიტუაციები, ბევრია დაკარგული. ხო და ბევრი რო არის დაკარგული და ხვას ვერავინ ვერ იღებდა და აგერ სოციალური სფეროს მიმეშობით მედია რო საერთოდ არ ინტერესდება ეგეთი ამები და კიდევ კარგი რომ ახლა სოციალური პლატფორმები არსებობს, რომ ადამიანებმა იცით საერთოდ კიდევ რა არის საინტერესო აი ამ მომენტში? შეიძლება სულაც ეკიდოთ ეს ინფორმაციები და ქალბატონი სოფოს გულის ტკივილს ვერ განიცდიდნენ, მაგრამ მათ რა ინტერესებთ, იცი? თემა ავარდა, ბევრი ნახულობს, მოდი ჩავწეროთ ვიდეო, ფული შემოდის. გაიგეთ? აი ესეთი რაღაცეები ეხმარება სხვათაშორის ეხლა გამწარებულ დედებს. თვით სატანა სულიწმინდას მუხლის ჩოქზე უდგას მეთქი ხო თქვით? სიდონებო გახსოვთ ეს რო თქვით, ჩამოიწვირთა ეგ ინფორმაციები. სულიწმინდა ვინ არის თუ არა დედა? სულიწმინდა ვინ არის თუ არა დედა შობს? დედა შობს სიცოცხლეს. დედა აძლევს ადამიანს სიცოცხლის უფლებას და უნარიანობას. დედა ის ვინც შეგვქმნა, ეს არის სოფია, ეს არის ყოვლად ურყნელი ნათლის წარმოქმნილი არსება სულიწმინდა, რომელიც არის სიბრძნე, რომელმაც შექმნა და შემდეგ დაასაჭურისეს მისი ქმნილება დამალეს და გადამალეს. ხოლო ახლა გითხარით, სოფია იპოვა სოფიამ თავისი შვილი. სოფიამ იპოვა თავისი შვილი. ეს სხვა საკითხია, აჩენს თუ არ აჩენს ყვალყორანთა საზოგადოება მის შვილს, მაგრამ სოფიამ იპოვა თავისი შვილი. ახლა ჩვენ ისხა დაგვრჩენია, რომ მოვთხოვოთ ჩვენ ყვალყორანთა საზოგადოებას, პოლიტიკოსები ამაში საერთოდ არ არიან ჩართული და ვინ მიასუნინებს პოლიტიკოსებს ასეთ საკითხებთან. აქ არიან ჩართული ყვალყორნები, რომლებიც თავისივე შესაბამისად გამოწყობილები შავებში არიან გამოწყობილი, ხანდახან ოქროს კუდებს დაიხურებენ ხოლმე და ბარტყალ კურკულებს ჩამოიკიდებენ ხოლმე, მაგრამ მე გეტყვით, რომ სოფიამ იპოვა თავისი შვილი და ახლა უნდა გამოაჩინონ. სანამ საზოგადოება არ მიადგება ყვალყორანთა საზოგადოებას, ასე ვიწვალებთ და ვიყვირებთ ბევრს, ზოგიც თავის საკეთილდღეოდ მოიწყობს ამ ვიდეოების ჩაწერას, ზოგიც კიდე, რა ვიცი, მართლა გულით დაუდგება მხარში ქალბატონ სოფიას, მაგრამ შავ ყვალყორანთა საზოგადოებას, რომელიც არის მათი თავი და თავი, უკვე გითხარით ვინც თეთრუაშვილი მეთქი და თეთრუაშვილის მონაკიდე მუნჯირი, აი სწორედ მაგ ადამიანებს უნდა მიადგეთ, როგორც მაშინ განვაცხადეთ, თუ გინდათ რომ საქართველოს სიკეთე მიეცეს, უნდა მიადგეთ ერის მამად წოდებულს და არა ვიღაცა პრეზიდენტს, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ან ვიღაცა ივანიშვილს, რომელიც საერთოდ არა კიდი ხარ. გაიგე? კიდი ხარ და არც არის ვალდებული. თან ისე დაილაგა საქმე, რომ ვალდებული არ არის ეხლა შენ რომ მიადგები ივანიშვილს, რაღაცა გაგიკეთოს. არავინ არ არის ეგ საქართველოსთვის, მაგრამ ამუშავებს იმ ხალხს, ესე მართავს როგორც უნდა, მაგრამ შენ როგორც პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე ხარ, ივანიშვილს რომ მიადგე, გეტყვის რა გინდა შვილო, შენ ვერ ხარ. მაგრამ როცა მიადგები ერის მამად წოდებულს, ის ვერ გეტყვის რა გინდა შვილო, შენ ვერ ხარო. ის ვალდებულია შენ გვერდში დაგიდგეს და შენ დაგეხმაროს ამ საკითხში. არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია მუნჯირს, რომ ქალბატონ სოფიას და მთელ ერს, რომელიც ასე ვეძებთ გურამის გამწარებული, რამენაირად იქნება დაგვეხმაროს.
მაგრამ არ გაუკეთებია, იმიტომ რომ როგორ გააკეთებს ის, მან რომ განცხადება გააკეთოს და შემდეგ გურამი გამოჩნდეს, თავისივე საწინააღმდეგოდ იქნება, იმიტომ რომ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ იმან არ იცის, რომ ეკლესიაშია. თუ კი ეს გააკეთებს განცხადებას, რომ უთანაგზნობს ქალბატონ სოფიას ამ საკითხში, ესე იგი ამით პირდაპირ აცხადებს, რომ გურამი არ არის საპატრიარქოში. ხოლო გურამი რომ საპატრიარქოშია, ეს ბერებმაც და სტიხაროსნებმაც იციან, ამიტომ ვერაფერსაც ვერ აკეთებს, ვერცერთ განცხადებას ვერ აკეთებს მუნჯირი, ამიტომ არის მუნჯი. და იცით რა არის? იმიტომ კი არა რომ მას ეშინია, იმიტომ რომ საერთოდ მაგარი გაიჭერა ჯერ თავისმა წინა მორბედმა მაგარი გაჭედა ისეთ საკითხებში, რომ ეხლა ყველაფერი ამ საწყალ ადამიანს გადაატყდება და მაგარი მეწოდება რო იცოდეთ რა ეს მუნჯირი. მაგრად მეწოდება, იმიტომ რომ ისეთი საშინელებები დათესა იმ სატანის მსახურმა ანტიქრისტე, რომ ყველაფერი ამ საწოდავის გადასატანი და ამაზე გადასატეხი იქნება და მართლა მეწოდება რო იცოდეთ. ამიტომ გათეთრდა და კაცი კაცს აღარ გავს უკვე. და რა გააკეთეს? რომ მე არ ვიცოდიო, რომ აქ იყო? არ ვიცოდიო, რომ აქ იყო? რო გამოჩნდება გურამი? და მე რომ მოვკითხავთ, რომ თუ შენ მთავარი ხარ მაგ საზოგადოებაში და საპატრიარქო გაბარია ხარში, ეს არ იცოდი, რომ გურამი იქ იყო? ამიტომ ვერაფერს ვერ იძახის. იტყვის, რომ წუხვართო, ესე იგი იმ სტიქაროსნების თვალში გაცუდდება, მათკუ არა გამოვა, რომელსაც მოუყვა, რომ ამ სოფოს გამო შვილიო, აღიქოსა ბერათო და არ შეიძლება იმის ნახვაო, ხო? მე რაღაც იტყვის მოვატყუე დედამისო, საჯაროთო? ამიტომ არც მწვადი უნდა დაწვას და არც ჩამფურიო, თუ როგორ არის ნათქვამი, ასე აკეთებ და დროს ელოდება, როდის გადაწყდება ეს საქმე, როდის გავჩერდებით, როდის მოგვბეზრდება, როდის დაიღლება ქალბატონის სოფო, როდის დავიღლებით და ბოლოს შერჩებათ და შეეტყაპუნებათ ეს საქმე, მაგრამ ნუ ეს უკაცრავად, ვერაფერი ვერ შერჩებათ და ვერ შეიტყაპუნებენ. ამიტომ მე ურჩევ მუნჯირს, დროა მისი წინა მორბედის ჩაჯმული საჯაროდ გამოიტანოს, სანამ მისი წინამძღვრის ჩაჯმული მას გადმოენთხევა ზედ. ამიტომ ვამბობ რა, აღიაროს როგორც იქნება და რანაირადაც იქნება და რა ძალისხმევათაც არ უნდა დაუჯდეს, აღიაროს მისი წინამძღვრის ჩაჯმულები, გამოიტანოს ყველაფერი გარეთ. კანონი მღვდლებს არ ეხებათ, რას ქვია დედამ შვილი დაკარგა ეძებს და არაჩენენ, ეს დანაშაული არაა? ყველანაირი დანაშაულია და ყველა მღვდელი ციხეშია ჩასასვლელი, მაგის მერე რომ გამოვა ეგ, რომ მღვდლები აფარებდნენ ხელს გურამის. ყველას ჩასვავენ, ვინც იცოდა მაგის შესახებ, ყველას ჩასვავენ. ამიტომ რეალურად არ უნდათ, რატო ეხლა შიოს უნდა კანონთან რამე გქონდეს კავშირი, დარღვევა? არ უნდა. იმიტომ რომ შიო ჩაჯდება წესით და კანონით, შიო უნდა ჩაჯდეს მერე ციხეში. მაგრამ უნდათ ეგ ან შორენას, ან შოკის. შოკი და ზურნა მაგას, ხო? როგორ ითქვენ ხოლმე? რა გვარის ხარო მეკითხება ინგა ზედგინიძე. ესე გეტყვი ინგა, ნახე, ქართულ რუსულად. თამარ ინას არიძე. აბა მიხვდი ახლა, თამაშია სიტყვათა თამაში ლაზარეს ენა. კანონი მღვდლებს არ ეხებათ, ეს წავიკითხეთ. გეფიცებით უკვე ჩემი პატარების სკვერში გაშვება, მე უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაც ხდება. ეხლა მე რომ გახსოვთ, არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად მაყურებელი ხართ, გარეთ რომ მოვაწყე სივრცე 84 და გავიხედე და უკვე ვიღაცა გამოჩნდა, რომელიც
ყვება უცნაურობებს, სხვათაშორის ილაპარაკა, იმ ლაივშიც ვალაპარაკე მაგის. მაგრამ მე რომ დავაკვირდი ამბიც არ იყო სანდო ბიჭი, იმიტომ რომ მოყვა ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცეები, რაზეც რეალურად ბავშვებზე ქონდა კონცენტრაცია. ესე იგი, ბავშვები მიცნობენ, რომ იმდენჯერ ვარ მე აქ ნამყოფიო, რომ ბავშვები უკვე მიცნობენ გამარჯვება მომდევენ უკანო და იქ იდგნა ყველა ბავშვი, ვინც აქ ცხოვრობს და არავინ არ იცნობდა მაგას. ხო და ისეთი რაღაცები მოყვა თავისმა ენამ ამხილა, როგორც ჩანს დადის და უთვალყურეობს, ათვალიერებს ბავშვებს სოფლებში, როგორც ჩანს. თუ კი ვინმეს ნახავს, რომ ესეთი რაღაცა უყურადღებოდ არის ბავშვი გარეთ დგას ხშირად და ასე შემდეგ, შეიძლება კიდევაც გადასცეს კურიერია. გადასცემს და მოვლენ და მოიტაცებენ, როგორც აგერ ერთ-ერთ სოფელში მოიტაცეს ბიჭი, გავიდა და აღარ მოვიდა. სიგარეტის მოსაწევად გავიდა, აღარ მოვიდა. ნისლიანი ღამე იყო, მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან ბევრი აგენტი დადის და განსაკუთრებით სოფლებში უთვალთვალებენ, შემდეგ ამ პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ ეს, იმიტომ რომ შიგნით ჰქონდა ის სასმენი აპარატი და კიდევაც შეიძლება ჰქონდა ის, რა ქვია, კამერა, მაგრამ რეალურად როგორც ილაპარაკა, იმის მიხედვით გამოვიტანე აზრი, რომ ეს ადამიანი უყურებს ძირითადად ბავშვებს და ათვალიერებს და რისთვის ათვალიერებენ ბავშვებს თუ არ. ხო. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან ყურადღებაა საჭირო, ძალიან ბევრი აგენტი დადის, უამრავი აგენტი დადის, რომელი აგენტი და ვისი აგენტი ღმერთმა იცის, იმდენი აგენტები არიან უკვე, ძალიან საშიში დრო დადგა, აგერ ეფსაინის ფაილებიც რო გამოვიდა, ვხედავთ რამდენი ბავშვი ყავთ და ვისი ბავშვები არიან ღმერთმა იცის. ეხლა უკვე სუროგატ დედებისგან იყვანენ ამ ბავშვებს ძირითადად. თუ კი ბავშვების ჭამა და სისხლის სმა უნდათ, ან პედოფილიის ავადმყოფი ადამიანების ვნებების დაოკება უნდათ, ძირითადად აი ამ სუროგატი დედებისგან აღზრდილი ბავშვები ყავთ, შემდეგ და ასეთ რაღაცებს აკეთებენ. ასევე ბავშვთა პორნოგრაფია ძალიან გავრცელებული საკითხია ევროპაში, რაც არის საქართველოში 10-ჯერ უფრო მეტია. და ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. სამებაში მეუფე შიომ გააგდო სტიქაროსანი ნიკოლოზიო, რო ამბობს სოფო, ეს მეუფე ახლანდელი პატრიარქია, რო ხომ არ იცი? სამებაში მეუფე შიომ გააგდო სტიქაროსანი ნიკოლოზიო, რომ ამბობს სოფო, ეს მეუფე ახლანდელი პატრიარქია. მეუფე შიომ მხოლოდ ერთი იყო, ახლანდელი პატრიარქი. პირველად ვინც დაიბარა მარტო მოდი აქ აგურიკა საბად მონათლულიო რომ უთხრა. თანაც გადაცმულ პატრულის თანამშრომლებთან ერთად რო იყო მისული სოფო, რატომ არ მიიღეს რამე ზომები. რა ზომებს მიიღებდა ხა პატრული, რას ეტყოდა იმას შიოს. შიომ თქვა რომ ეს გიჟია ვიღაცა ის ტიქაროსანიო და პატრული დანებდა, ანუ პატრულს სჭირდება საბაბი, რომ რაღაცა ადგილზე იმას აქნას, რა ქვია, მოითხოვოს და მოსთხოვოს. მეუფე თუ იყო მით უმეტეს ვერ შეეპასუხებოდნენ ეხლა. თამარ გუშინ მოგწერთ, რომ გურიკო ალბათ საპატრიარქოში, სადაც ადამიანი არ იფიქრებს. საინტერესო დაკარგული სიაში ილია მონათლულები თუ არიან. ამ საბუთს რატომ ითხოვენ? შიო გაბრიჭიძე იყო, მაშინ მეუფე არ იქნებოდა. შიო გაბრიჭიძე? ვინმე შიო გაბრიჭიძე, მაშინ მღვდელი იქნებოდა ის. საპატრიარქოში არის თუ არა გურამი, ხო, თვითონ რეზიდენციაში, ეგ არ ამგონია რომ მანდ იყოს, იმიტომ რომ საპატრიარქოში რას გააკეთებენ, სამზარეულოში დააყენებენ ბიჭს? ანუ შიდა ქართლის ტერიტორიაზე არისო რა, როგორც გითხრა ბიოლოგაციის მიხედვით, ანუ როგორ არის იცით? ამ ბიოლოგაციას აქვს პასუხები 80% სიმართლე. გესმით? 80% სიმართლის მიხედვით.
ამიტომ მე ძირითადად ამ ბიოლოგიაზე ძალიან იშვიათად ვეკითხები ხოლმე რა, თუ რაღაცა ისეთი თემა არ არის, რომ მჭირდება მე თვითონ ლოგიკაში გამართვა. ანუ ლოგიკურად თუ ვერ მივედი დასკვნამდე, მაშინ ვიყენებ ხოლმე ამას. ინტუიციის დონეზე. ეს არის ინტუიცია და ინტუიციიდან კიდე 80%-ია. აბა რა უნდა ქნას ადამიანმა გამოდის, რომ ხელშეუხებელი არიან. არ არიან ხელშეუხებელი, მე გეტყვით, რომ რა უნდა ქნას ადამიანმა და სრულიად გამოფხიზლება რომ დაიწყება კაცობრიობის, როდესაც აი ეს მოსხიბული ადამიანები, რომლებიც სიბნელით არიან გადაკრული და ყოველ კვირა ზიარებაზე დაეხეტებიან და აზრზე არ არიან, სად დადიან, ვისთან ეზიარებიან და რატო ეზიარებიან, აი ამ ადამიანების გამოფხიზლებით რომ დაიწყება სრული ეკლესიის წმენდა, ამ შემთხვევაში უკვე მოხდება სისტემის შეცვლა, განსაკუთრებით, როდესაც ძაღლი მიაკვდება თეთრუასაც და მერე სრულიად დაიწყება განწმენდა. ხალხი არ ფხიზლდება, 5 წელია უკვე საუბრობ და 5 წლის წინ რო ხალხი მწყევლი და ეხლა მოცავს. ბევრი აზრზე მოვიდა. გესმით და ეს იმხელა კლდის გატეხვა, ანუ მე რასაც ვაკეთებდი, ჩემს გარდა კიდე შეიძლება სხვა აკეთებდა, მაგრამ ჩემნაირად არავინ არ ამხელდა ილია მეორეს. აი ეს ესაჯაროდ ამხელა სივრცეში. არავინ არ ამხელდა ილია მეორეს იმ ენით, რომელი ენითაც მე ვამხილე. კი, იყო თორდია, იყო ის, მაგრამ აი ბოლომდე არ ამბობდა სათქმელს. ეხლა პირდაპირ არ ამბობდნენ, რომ ილია მეორე არის, ვინც არის. პედოფილიც არის, გამანადგურებელიც არის და ყველაფერი, რაც ვთქვი. არ ამბობდნენ. ამის გამო მე ყბაშიც მომხვედრია მამაკაცისგან, ამის გამო გინებაც ამიტანია, ამის გამო წყევლაც ამიტანია, ამის გამო ბულინგიც ამიტანია, ამის გამო უარყოფაც ამიტანია, ამის გამო ცილი წამებაც ამიტანია, მაგრამ ვიცი ჩემი მისია და სწორედ ამ მისიას მივყვები. სულ არ მაინტერესებს ეხლა ვინმეს ვინ რას ფიქრობს ჩემზე, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ და იმან თუ არ იცის, როცა გაიგებს, მე მიხვდება რას ვაკეთებდი. ხოლო ეხლა თუ არის ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავჩერდე ამის გამო. მე უნდა ვისაუბრო ის, რაც დაამანახა ღმერთმა. ხო და თქვენ თუ ჯერ არ დაგანახათ ღმერთმა და თქვენ ეხლა 130 ადამიანი მიყურებთ და ცოტა აზრზე მოსულები ხართ. კი არა და რეალურად აზრზე ხართ მოსული უკვე რა სიმყრალეებიც ეხლა გამოვა. იმიტომ რომ აღარ ეშინია ხალხს დაკვერცხლების დაყრის თავზე, იმიტომ რომ მოკვდა ის უკვე გესმის? ეხლა უკვე ხალხი სხვანაირად შიში მოეხსნა და უკვე სხვანაირად ფიქრობს. როდესაც შიში ეხსნება ადამიანს, მე უკვე სინათლე შემოდის. მე მახსოვს როგორი შიშით მოქმედებდნენ. ახლა ომი დაიწყება, აი ახლა რომ ომი დაიწყება და შიმშილი დაიწყება, მე ნახეთ თქვენ, ამიტომ მოიმარაგეთ ზეთები და მაკარონები და პადვალი გამოავსეთ საკვებებით. აი ესეთ ხალხი იზმენაში იყო ჩავარდნილი, ნერვოზიში და უკვე რომ როგორ აი ომი დაიწყება, ახლა რუსეთის ომი, ახლა უკრაინის ომი, მე შიმშილი დაიწყება საქართველოში ეს ის და იქიდან ჩამოდით ემიგრანტებო. თორე ომი დაიწყება და საზღვრები გადაიკეტება, მეუბნებოდნენ ამას 15 წლის წინ ეკლესიიდან. მე თქვი, სადაც ვარ, იქ არის ღმერთი, მე თქვი, რა შუაშია, ეხლა მან გვიქნები თუ არ გვიქნები, ხო? მაგრამ არა, შიშს თესავდნენ და ათესინებდნენ შიშს, მონაზვნებს და მის მრევლს, იმიტომ რომ ტყუილებში აცხოვრეს 15 წელი გავიდა და საქართველოში შიმშილი არ მინახავს, მე რა არის? სად არის შიმშილი, მითხარი? 5 წლის წინ რომ მე ქალბატონი გავიცანი და კანკალებდა, ისე ეშინოდა რომ ომი დაიწყება და ისე იქნება და ამიტომ ყიდულობ თაფსაც, ზეთსაც, იმასაც და სავსე მაქვს პადვალი. წარმოგიდგენიათ იმის ფსიქიკური მდგომარეობა ვინ გამოიწვია თუ არა ეკლესიამ, ხო? იმიტომ რომ ეკლესიიდან იყო ეგ დაპროგრამებული, რომ საქართველოში ომი დაიწყება რუსეთის გამო. ქალბატონო თამარ მონათლა, მონება დათლა, გამიგია, მართალია, არა, სიტყვაში დევს ჭეშმარიტება. თავდაპირველად იყო სიტყვა. და სიტყვა გეუბნება, რომ მონათლა არის, მონათლა. როდესაც ქრისტე გვნათლავს, ის გვნათლავს ცეცხლით, გულში გადმოსული ცეცხლით და არა იგი იერუსალიმში გადმოსული ცეცხლით. აქ გადმოდის წმინდა ცეცხლი გულში
და როდესაც ეს მონათლა შენში დაიწყება, შენ ცხოვარს არ გჭირდება ვინმე მამაო, მღვდელი თუ ვიღაცა ნარკომანი მხედრიონელი მამაო შენ რომ შენსა და ღმერთს შორის იდგეს. მხედრიონელმა მამაო, კაცისყრელმა და ნარკომანო შენ და ღმერთს შორის რა ურთიერთობა უნდა დაამყაროს? შუამავლობა როგორ უნდა გაგიწიოს მითხარით ერთი. რომლებიც ამბიონებიდან გეუბნებიან რომ მადლობა თქვენო ქართველებსო რომ აი მეორედ მოსვლა 10 წლით კიდე გადაიდეო რა კარგიაო. და თქვენ რომ ვერ ხვდებით რა ხდება და ტას რო უკრავს რადგან მამაო თქვა და კარგია ეს რაც თქვა. მამაოა რადგან მამაოა რა მამაოა ბიჭო ამდენი ხანი ველოდებით მეორედ მოსვლას და 10 წელი გადამიდო ვის გამო და რის გამო გადამიდო იქნება 10 წლის წინ მამაჩემსაც ენახა რომ მოსულიყო ეს მეორედ მოსვლა კაცო. ვის გადაუდო და რატო გადაუდეს? ვინმეს უნდა გადადება თქვენგან? მაშინ ის ქრისტიანი არ არის, ეშინია ესე იგი ქრისტესი. ვისაც მეორედ მოსვლის გადადება სურს, ის არ არის ქრისტიანი, არც მართლმადიდებელი და არც ქრისტეს მსახური, ის არის ანტიქრისტეს მსახური, ხალხო. რამხელა მადლია ახლა პატრიარქმა რომ გამოაჩინოს გურიკა და ამით დაიწყოს მისი წინამორბედის შეცდომების გამოსწორება. ხო, აი მაგას ვიძახი, დია, ერთადერთი ეს თავის გადარჩენა თუ უნდა და თუ შინაგან ხარს მიენდობა და მართლა ქრისტეს მოусმენს შიო, მან უნდა გამოიტანოს ყველა ის ჩაკუკული საქმე, რაც მისმა წინამძღოლმა გააკეთა. სხვანაირად ვერ გადარჩება, შანსი არ აქვს, მაგას ჩაქოლავენ, ისეთი რაღაცები გააკეთა მისმა წინამძღოლმა. ისეთ რაღაცებს იმის ჯარს მასზე ამოიყრიან და ამიტომ ვეუბნები რომ თვითონვე ძალა მოიკრიბოს და მართლა გამოიძიოს მისი წინამძღვრის უწმინდეს უნეტარეს რო უწოდებდნენ აყროლებულ კაცს მისი წინამძღვრის ჩაჯმულები გამოიძიოს ყველა იცის ყველა კარგად და გამოიტანოს უბრალოდ გარეთ რა არავინ ხელს არ დაადეთ შიოს ვეუბნები პირდაპირ რა თუ ის გამოიტანს ილია მეორის ჩაჯმულობებს გარეთ მრევლს კი არ დაკარგავს პირიქით ძალიან უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეიძენს. ამიტომ ვეუბნები რა თუ მართლა უნდა რომ გადარჩეს ეკლესია, უნდა გამოიტანოს გარეთ. ყველა სინაგვე და სიმყრალე რაც ეკლესიაში არის და იყო. ილიას დროს 48 წლის განმავლობაში. ხოლო თუ ამას არ იზავს, ჩაქოლა უწერია და დაწვავენ ცოცხლად მაგას. საღამო მშვიდობია შიო გაბრიჩიძე სასულიერო პირი იყო და გამიქცა. შავნაბადას მონასტერს ხელმძღვანელობდა. შიო გაბრიჩიძე იყო ვიღაცა? შავნაბადაშია? ერთი მივაკითხო შავნაბადა აქეთ არის. მართალი ხარ? მართალი ხარ თუ მართალი ვარ ნათლობა ნიშნავს წმინდა სინდისის შეპირებას ღმერთს რომ ემსახურები მას ნათლობა სხვა რამეა მონათლა სხვა რამეა ნათლის ცემა სხვა რამეა ნათელის შეტანა პირდაპირ მნიშვნელობით ნათელის მიღებას ნიშნავს მაგრამ მონათლა არის მონადთლა ასევე მონაზღვენობა არის მონაძღვენის მიწოდება. გაიხარე რა კარგად საუბრობ რომ დიდი ინტერესით გისმენ ყველა შენს ვიდეოს მიმართ ვარ გაძლიერდი და გაგვაძლიერე. მადლობა თქვენ ვინც დაიწყეთ და აღარ გეშინიათ ჩემი აქამდე ეშინოდათ რომ ვაიმე ჩემს გვერდზე რომ რამე დაეწერათ მე იქ რას იზავდნენ და მოკლედ ნუ გეშინიათ ხალხო რა ხმას რაც უფრო მეტად ამოიღებთ მით უფრო ზეციდან დაცვა გექნებათ და აღარ იქნებით ამ ჯოჯოხეთის ცეცხლში განათდება და ნათელი შემოვა. კაი დავიღალე ხა მე ლაპარაკით უკვე ვეღარ ლაპარაკობ და ამე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ მე ვფიქრობ ჩვენი ლოცვა ყველაზე ძლიერი ძალა არის ლოცვა რწმენის გაძლიერება და ქრისტეს დედას ქრისტეს სახელით ნახეთ ლოცვა როდესაც ლოცვა შენი სიტყვებით ყველაზე ძლიერი ლოცვა არის შენი სიტყვებით ლოცვა არავინ გითხრათ რომ სხვისი სიტყვებით უნდა ილოცოთ ან მაკარდი დიდის ან ვიღაცის
ისინი ყველა მკვლელები და მეძავები იყვნენ. თქვენი სიტყვებით ილოცეთ. ქრისტეს ამას გვეუბნება. სადაც იქნებით, როგორც იქნებით, როდესაც ლოცვა მოგინდებათ, სამარიტელ დედაკაცს ეუბნება ჭასთან. იქ დადგები და იქ ილოცებ. ქრისტეს სახელით დედა ღვთისმშობელს კი არა და ქრისტეს ზეციურ დედას მიმართავ. ქრისტეს სახელით ქრისტეს ზეციურ დედას მიმართავ. ზეციურ მამას არ მიმართოთ, იმიტომ რომ მამაო ჩვენო გვაქვს მხოლოდ მამასთან მისამართი. ნახე, მამაო ჩვენოს როგორ მიმართოთ, გვეუბნება მამაო ჩვენოთი. მამაო ჩვენო თქვით, მაგრამ როდესაც ქრისტეს ზეციურ დედას მიმართავთ, აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ ყოვლად ურყნელო ნათელო. ქრისტეს ზეციურო დედა, ქრისტეს სახელით გევედრები. ეს არის მიმართვა და შემდეგ თქვენი სიტყვებით თხოვთ იმას, რასაც თხოვთ და დააყოლებთ ბოლოს ნებითა შენითა უფალო. შო, ნებითა შენითა აღსრულდეს და მორჩა ამინ. ამენით, ამინ, ამენით. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ. დანარჩენი თქვენი გული გიგანახებთ. დანარჩენს თქვენი გული გიგანახებთ. ასე რომ ღმერთმა ქნას, რომ გამოფხიზლება კი არა და განათება და განათლება დაიწყოს ამ ქვეყანაში, გამოჩენა დაიწყოს მკვდრად მიჩნეული პირებისა, ცოცხლად გამოჩენა დაიწყოს, როგორც ვითარცა ელია წინასწარმეტყველს და კიდევ ერთ დავამატებ რა აქ. როგორც აღმოჩნდა, გურამ დადიანიძე იყო თავდადებულის რეინკარნაცია, თავდადებული იყო იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია, იოანე ნათლისმცემელი კი იყო ელიას რეინკარნაცია. ასე რომ პოსტშიც დავწერე, გურამ დადიანიძის გამოჩენა იქნება ელია წინასწარმეტყველის გამოჩენის ტოლფასი მეთქი და ზუსტად ეგ იქნება. გამიგრძელდა, მაგრამ უნდა ვთქვა თემა მოიტანა. ქრისტეს ეკითხებიან მოწაფეები, რატომ ამბობენო, რომ ელია უნდა მოვიდეს ბოლო ჟამსო და ყველაფერი უნდა შეცვალოსო? და ქრისტე ეუბნება, ელია მართლაც მოვა ბოლო ჟამს და ყველაფერს შეცვლის, მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდათო, ანუ თავი მოკვეთესო უკვე. და შემდეგ წერია, რომ მოწაფეები მიხვდებიან, რომ ის საუბრობდა იოანე ნათლისმცემელზე. რადგან იოანე ნათლისმცემელს უკვე თავი ჰქონდა მოკვეთილი, გესმით? მიხვდნენ, რომ ელიას უკვე თავი აქვს მოკვეთილი. ის რაც გვეუბნებიან, რომ უნდა მოხდესო ეხლა ბოლო ჟამის წინო, მოხდარია უკვე იესოს დროს. ახლა უკვე გვეუბნება ქრისტე მართლაც გამოჩნდებაო ელია და ყველაფერს შეცვლისო. მერე მოკლავენო კი არ ეტყვის, რომ მოკლავენო, არა, გამოჩნდება და შეცვლის ყველაფერსო, ხოლო უკვე მოკლესო ისე როგორც უნდათო, გესმის? ანუ ის რასაც ველოდით რომ უნდა მოხდეს, რომ ელია გამოჩნდება თავს მოკვეთენ, ეგ უკვე მომხდარია, მაგრამ ეხლა გამოჩნდება ელია მართლაც გურამ დადიანიძის სახით. ესე უნდა მოხდეს, წესით ესე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა შეცვალოს და ყველაფრის შეცვლა იწყება მაგით. რომ ხალხი გამოშტერდება, ესო, ამას რო გაიგებს ხალხი, მერე ნახეთ თქვენ რა, ეს მართლა ელიას ძალა არის. მე ვამბობ, რეალურად ელიას ძალა მოქმედებს ეხლა. რეალურად ელია იცავს გურამის. გურამში არის ელია წინასწარმეტყველის ძალა. მე მაგას გეუბნები, პირდაპირ გეუბნები. ჩემში არის თამარ მეფის ძალა. აი სხვებში რა ძალაა თქვენ უნდა იპოვოთ. თანდათან გამოვა შუქზე, ვისში რა ძალაა. გესმით და ასე რომ რეალურად სული ერთია და სული რადგან ერთია, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. თამარ მეფეც, ელიაც, ქრისტეც, ის წმინდანიც, ეს წმინდანიც და ყველანი ერთნი ვართ, რო იცოდეთ და ეგრე. აბა დროი